მოგესალმებით ეთერშია სივრცე დიალოგისთვის მე ჟურნალისტი ნინო ვაშალომიძე ვარ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ოზურგეთის ნომერ 63 საოლქოს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბერდია ლომიძეა რომელთან ერთადაც ვისაუბრებთ იმ სიახლეებზე და იმ სიტუაციაზე რაც 4 ოქტომბერს დახვდება ჩვენ სამომრჩეველს უბნებზე და ასევე საოლქოში მოგესალმებით ბატონო ბერდია და მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. Კიდევ ერთხელ თუ შეიძლება გავმარტოთ ჩვენი მაყურებლისთვის თუ რა ტიპის არჩევნებია 4 ოქტომბრის არჩევნები და როგორ სიტუაციაში, როგორ გარემოში ხვდება ოზურგეთი ამ არჩევნებს. ბატონო, მადლობას გიხდით მოწვევისთვის. რაც შეეხება არჩევნებს 4 ოქტომბერს გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. და ამომრჩევლები აირჩევენ მერებს და აგრეთვე საკრებულოს შემადგენლობას. გეტყვით იმას, რომ ოზურგეთში სულ 45 საუბნო საარჩევნო კომისია გაიხსნა და მას დაემატა ერთი გამონაკლისი უბანი, ნომერ 1 ლაითურის პენიტენციური დაწესებულების უბანი და საერთო ჯამში გვაქვს 46 საუბნო საარჩევნო კომისია. 46 საუბნო საარჩევნო კომისიიდან 41 კომისიაში ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება არჩევნები, ხოლო 5 უბანში კვლავ ტრადიციული გასული წლის მსგავსად, როგორც ანუ დაემატა თუ არა ელექტრონული უბნები, ამისზე კი მსგავსად ისე როგორც გასულ წელს, ანალოგიურად იმ მოცულობით უბნებზე ტარდება ტექნოლოგიებით, როგორც გასულ წელს იყო, შესაბამისად ოზურგეთში 51 საუბნო საარჩევნო კომისიაში ჩატარდება ტექნოლოგიების გამოყენებით და ამომრჩევლები ხმას მიცემენ სწორედ ამ ტექნოლოგიების გამოყენებით. რაც შეეხება ტექნოლოგიებს, ჩვენ კვლავ ვიყენებთ ვერიფიკაციის აპარატებს. ამ ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული არის კონკრეტულად იმ უბნისთვის განკუთვნილი სიები, რომელ უბანშიც იგზავნება ეს კონკრეტული აპარატი და აგრეთვე ჩვენ ვიყენებთ სპეციალურ ხმისთვლელ აპარატებს. სპეციალურ ხმისთვლელ აპარატში ამომრჩეველი თავისი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ, რომელსაც დააფიქსირებს ბიულეტენზე, ამ ბიულეტენს მოათავსებს უკვე ხმისთვლელ აპარატში და ხმისთვლელი აპარატი აღრიცხავს მიღებული ბიულეტენების რაოდენობას, ნამდვილი და ბათილი ბიულეტენების რაოდენობასაც და ასევე სუბიექტის მიხედვით მიღებულ ხმებსაც. სიახლეები, რომელიც დახვდება ამომრჩეველს წელს არჩევნებზე რა იქნება? ანუ ბიულეტენთან დაკავშირებით თუ არა იმე სიახლე და ასევე ბიულეტენის ხარისხთან დაკავშირებით შარშან იყო საუბარი იმაზე, რომ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ანუ მარკერის ხარისხთან დაკავშირებით ამაზე თუ იმუშავა წელს CSCOM და ასე შემდეგ. მოგახსენებთ იმას, რომ მოსულ ამომრჩეველს გადაეცემა მხოლოდ ერთი ბიულეტენი და მე აქ მოტანილი მაქვს სატრენინგო ბიულეტენი. ერთ ბიულეტენზე დატანილი იქნება 3 სახის არჩევნები. ანუ ამომრჩევლები არჩევანს აკეთებენ პროპორციულ ნაწილში, აკეთებენ მერის ნაწილში და აკეთებენ მაჟორიტარის ნაწილში. კამერის წინ რომ მოვატრიალოთ, მაყურებელმა კიდევ ერთხელ ნახოს. აი სამსვეტად იქნება დაყოფილი ეს ბიულეტენი. პირველ ნაწილში პროპორციულ ნაწილზე გააკეთებენ არჩევანს, შემდეგ უკვე მერის ნაწილში თავის არჩევანს დააფიქსირებენ და რაც შეეხება ბოლოს უკვე მაჟორიტარულ ნაწილში. ხმის მიცემას ამომრჩეველი გაფერადების საშუალებით განახორციელებს, ანუ თავის სასურველი სუბიექტის წინ არსებული წრის შიდა სივრცე უნდა გააფერადოს სრულად და მათ დახვდებათ ფარული კენჭისყრის კაბინაში მარკერები, რომლითაც გააფერადებენ ამ სუბიექტების წინ არსებულ წრეს და შესაბამისად ამის შემდეგ უკვე მოათავსებენ ჩარჩო კონვერტში ფარულობის დაცვისთვის ჩვენ როგორც გასულ წელს, აგრეთვე წელსაც ვიყენებთ სპეციალურ ჩარჩო კონვერტებს და ასეთი სახით გამოიტანენ ფარული კენჭისყრის კაბინიდან და შემდეგ მოათავსებენ. როგორც ვიცი, ბიულეტენის გადაკეცვა არ შეიძლება. ხო, ბიულეტენს არ ვკეცავთ ფარულობისთვის ჩარჩო კონვერტი გამოიყენება და აქვე გეტყვით იმასაც, რომ სიახლე გვაქვს ის, რომ ხმისთვლელ აპარატებზე საარჩევნო ადმინისტრაციამ დაამატა ბიულეტენის მოსათავსებელი ჭრილის საფარი. გამომდინარე გასული წლის მოვლენებიდან, რაც არჩევნების შემდეგ გახმაურდა, ანუ ეხლა მისულ ამომრჩეველს უკვე ხმისთვლელ აპარატზე დახვდება დამატებით ფარულობისთვის
ხმის ბიულეტენის მოსათავსებელი ჭრილის საფარიც. ეს სრულად უზრუნველყოფს ფარულობას, გამოჟონვის შემთხვევაშიც კი შეუძლებელი იქნება თვითონ ბიულეტენის დანახვაც, როდესაც ამომრჩეველი მოათავსებს ხმისთვრელ აპარატში ბიულეტენს. რაც შეეხება დამკვირვებლებს, იქნება თუ არა საერთაშორისო მისიები, ადგილობრივი დამკვირვებლები, ამასთან დაკავშირებით რას ეტყვით მაყურებელს? დიახ, რა თქმა უნდა, არჩევნებს აკვირდებიან სხვადასხვა ქვეყნის სადამკვირვებლო მისიები, აგრეთვე ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები და ჩამონათვალი CESCO-ს ვებგვერდზე არის განთავსებული, თუ რომელი ორგანიზაცია იქნება წარმოდგენილი. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის ღია ვართ ამ კუთხით და ნებისმიერ მსურველს, ვინც გაივლის აკრედიტაციას და ვინც მოგმართავს დაკვირვების სურვილით, მათ საარჩევნო ადმინისტრაცია CESCO აძლევს საშუალებას, რომ დააკვირდნენ არჩევნებს ჩვენს ქვეყანაში. აი მედიისთვის რეგულაციები შეიცვალა თუ არა, რაიმე სიახლეა თუ არის ამ კუთხით მედია გაშუქების თვალსაზრისით. მედიასთან მიმართებით არაფერი ისეთი სიახლე არ არის, ანალოგიურად როგორც იყო, ისე დარჩა. მედიაც ჩვეულებრივად განახორციელებს გაშუქებას მიმდინარე არჩევნების დღის, კენჭისყრის დღის და შესაბამისად უბნის შიგნით 10 წუთიანი ვადა არის და გადაიღებს მედია 10 წუთის განმავლობაში. 10 წუთის გასულ შემდეგ თუ სურვილი ექნება არა მარტო მედიას, ნებისმიერ უფლებამოსილ პირს, ვინც კენჭისყრის შენობაში იმყოფება, მას საშუალება ექნება სპეციალურად განსაზღვრული ადგილიდან მთელი დღის განმავლობაში აწარმოოს ფოტო-ვიდეო გადაღება. ამ ადგილს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს თუ საიდან შეიძლება და სტიკერიც იქნება გამოკლული შესაბამისად ყველა საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში. დიახ, აი გადასატანყუთთან დაკავშირებით რაიმე სიახლეები თუა და ამ კუთხით? გადასატანყუთთან დაკავშირებით გეტყვით რომ ჩვენ ამომრჩევლებს უწევთ ამ სერვისს, ან ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ვისაც არ შეუძლია რომ მობრძანდეს უშუალოდ საუბნო საარჩევნო კომისიაში და გააკეთოს თავისი არჩევანი, შესაბამისად მათ გარკვეული ვადები არსებობს, იმ ვადებში უნდა მოემართათ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის და აი შეიცვალა თუ არა ვადები წელსწლევანდელ არჩევნებისთვის? არა, ვადებთან დაკავშირებით ვადები ამოწურული. არა, ამოწურული კი არა, მაგრამ ხო არის გაზრდილა ვადები მომართვიანობასთან დაკავშირებით და რაიმე ხომ არ შეცვლილა თქო ის სიახლე ზუსტად ისე არის ყველაფერი როგორც გასული წლის არჩევნებზე მოხდა და განვახორციელეთ ჩვენ გადასატანყუთთან მიმართებაში. ჩვენ 62 გადასატანყუთ საარჩევნო ყუთი გავა 4 ოქტომბრის დილიდან 9 საათიდან 19 საათამდე მიაცემინებენ ხმას იქ ვინც იქნება შესაბამისად ვისაც აქვს მომართული ყუთით სარგებლობაზე. რაც შეეხება კიდევ მე მინდა დამატებით თქვა რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა რაოდენობა 57926 ამომრჩეველია და შესაბამისად უკვე ვისაუბრე რომ 41 საუბნო საარჩევნო კომისიაში გაიმართება ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები. რაც შეეხება აქვე გეტყვით იმას ინვენტარს და მასალას ჩვენ დროებითი საწყობი გვაქვს რომელსაც იცავს დაცვის პოლიცია და ეს საწყობი აღჭურვილი აგრეთვე კამერებით და ეტაპობრივად ამ საწყობში ვიღებდით ცენტრალურ საარჩევნო კომისიიდან მასალებს. უკვე ბოლო ეტაპზე ვიმყოფებით ჩვენ 4 ეტაპის მასალები უკვე გაცემული გვაქვს და დარჩენილი გვაქვს გასაცემად უშუალოდ კენჭისყრის წინა დღის მასალები. კენჭისყრის წინა დღეს ჩვენ გავცემთ ტექნოლოგიებს, ხმისთვრელ აპარატებს, ვერიფიკაციის აპარატებს და პლანშეტურ კომპიუტერებს და აგრეთვე საუბნო საარჩევნო კომისიას გადაეცემა საჯარო ვერსიისთვის განკუთვნილი სიები, ბიულეტენები, ჩარჩო კონვერტები და ყველა ის საჭირო ატრიბუტიკა და მასალა, რაც არჩევნების ჩასატარებლად არის საჭირო კომისიას. და ბოლო კითხვა ალბათ შემაჯამებელი არის თუ არა საოლქო საარჩევნო კომისია და უბნები ოზურგეთში მზად იმისთვის რომ სრულფასოვნად და ყოველგვარი ექსცესების გარეშე მშვიდ გარემოში ჩაატაროს არჩევნები. საოლქო საარჩევნო კომისია ტექნოლოგიურად რამდენად გამართულია ტექნიკურად. საოლქო საარჩევნო კომისია სრულ მზადყოფნაშია, მინდა გითხრათ 4 ოქტომბრის არჩევნების ჩასატარებლად
და შესაბამისად ყველა საუკუნო საარჩევნო კომისიაც 4 ოქტომბერს მოემსახურება და მიიღებს ამომრჩევლებს საერთაშორისო მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით. დიდი მადლობა. მაყურებელს კი შევახსენებთ, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ოზურგეთის ნომერ მე-60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბერდია ლომიძე. კიდევ ერთხელ მადლობა. მადლობა თქვენ.